ერთხელ მახსოვს ჩემმა საყვარელმა მამამთილმა სურვილი გამოთქვა გაესინჯა ჩემი პასკები. მეც რა თქმა უნდა გამოვაცხე და შვედეთიდან საქართველოში გავუგზავნე ჩემი საყვარელი პასკები. ზუსტად იგივენაირად ძლიერად მინდოდა რომ გამეგზავნა ამ საოცარი ცქრიალა გოგოსთვის ჩემი პასკები. ეს გოგო გახლავთ ქართველი ბლოგერი და იმყოფება შვედეთის სხვა ქალაქში. გადადით მის გვერდზე და ბევრ საინტერესო ცნობებს გაიგებთ შვედეთის შესახებ. ნახოთ აბა ვიდეოში შევძელი თუ არა მისი გაბედნიერება და გახარება. ეხლა მინდა გავჩვენოთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი მივიღია. მე ვიცი რაც არის უკვე დავნახე, მაგრამ თქვაც მინდა გაგეზიაროთ, იმიტომ რომ ეს ამბავი არის შეთის ძალიან განსაკუთრებული და პატარა შესავალს გავუკეთებ. შარშან აღდგომის პერიოდში, ამ პერიოდში ვიყავი ორსულად, ბავშვობდებოდი და ძალიან განსაკუთრებულად მომინდა ჩაკაფული და პასკა. ჩაკაფულის მასალები ძალიან მალე ვიშოვეთ, გავაკეთეთ აღდგომისთვის და პასკა ვერ გამოვაცხი, იმიტომ რომ არ ვიყავი მომზადებული და ძალიან გული დამწყდა. და ერთ ვიდეოში ვამბობდი, რომ აი ჩაკაფული გავაკეთე, მაგრამ პასკა ვერ გამოვაცხე და ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით, მომწერა რომ მე გამოგიგზავნე ჩაგამომცხვარ პასკებსო. მაშინ ყავდა რაღაც 200 გამომწერი ალბათ. მაშინ ვიწყებდი TikTok-ში ვიდეოების აწვირთვას და გესტაციური დიაბეტი მქონდა და ძალიან ისე ზრდილობიანად უთხარი უარი, მოთი კი მინდა ძალიან, მაგრამ არ მეჭმევოდა. ხალხო, წელს გამომიგზავნა. ხაშიგით. ორი წელი იყო, ერთი გავანადგურეთ უკვე ოჯახმა. ანუ, ასე ლამაზია შეხედეთ უბრალოდ ამას. თან გამოაცხო, თან გემრიელეს იყო გამოაცხო. თან აი ასე ლამაზად შეხვდა, აქ სტიკერიც აქვს. Handmade with love. ეს აღდგომა სიმბოლოც თან გაურთო. და აი ასე ლამაზ ხუთი შეფუთული გამოაგზავნა. არ ვიცი რა თქვა. სიხარული თუ არ გული მაქვს სავსე სიხარულით. თვითონ პასკა არის უგემრიელესია. ზუსტად ისეთი მე როგორც მიყვარს ყოველ გვერდზე მეტობების გარეშე, აქვს ხოლმე გიშმიშები, აი გიეშდები ესეთ სახლურ პასკებზე და ამას მინახავ, ჯერ არ გავხსნი რა, ცოტა დიდხანს გამყვეს და არ შეიძლება ამით დავიწირებ. ხოდა პასკაში და საჩუქარში რა თქმა უნდა არ არის საქმე, მაგრამ ადამიანებს როცა შეუძლიათ რომ ასე გაგაბედნიერონ და გაგახარონ თავის ნაშრომით, თავის შემოქმედებით, ეს არის უზომოდ დიდი ნიჭი და ნუ მოკა ამ პასკების შემოქმედი არის უზომოდ ნიჭიერი და უზომოდ დიდსულოვანი და კეთილი ადამიანი. მე ბევრს არ ვილაპარაკებ მოკა, იმიტომ რომ TikTok-ზე ძალიან საინტერესო აკაუნტი აქვს მომნიშნავ. არის შეფი ზარეული სტოკჰოლმში და აქვს უზომოდ საინტერესო ვიდეოები და დააფოლოვეთ და შორიდანაც კი დაგხვდებით მისი ვიდეოებით და შემოქმედებით. ნუნუკასნაირი კეთილი და საყვარელი ადამიანები სამშობლოდან შორს არ გვაგზნობინებენ თავს. წავედი ახლა მე პატარა საქმე გამომიჩნდა, პასკა მაქვს შესაჭმელი. აბა კარგად.